მოგესალმებით ძვირფასო რეჯისტას მაყურებლებო, მე ნიკოლოზ ცოფურაშვილი ვარ. დღეს გიბრუნდებით შედარებით განსხვავებული რუბრიკით, სადაც მინდა განვიხილო UFC 320-ის მთავარი ქარდი, მისი მთავარი ბრძოლები, მათ შორის მერაბ დვალიშვილის და ასევე ქართველი მებრძოლების სამომავლო მეტოქეები და პროგნოზები თუ როგორ დამთავრდება ეს ბრძოლები. მას ასე დავიწყოთ პირველი ბრძოლა, რომელიც ძალიან საინტერესო იყო პირადად ჩემთვის და მიქცე ჩემ ყურადღება იყო ჟირი პროხასკა ხალილ რაუნდ 3. ორი რაუნდის განმავლობაში ჟირი პროხასკა გამოიყურებოდა საშინლად, ხალილ რაუნდ 3 სულ წინ მიდიოდა და ფაქტობრივად მესამე რაუნდი რო არა, ხალილ რაუნდი გაიმარჯვებდა, თუმცა მისივე დაუდევრობით ეს ბრძოლა მან წააგო. წააგო იმით, რომ დაიღალა, ამის შემდეგ უკვე ჟირი პროხასკამ შეუტია და ნუ კი ვიხილეთ როგორც დასრულდა, დაანოკაუტა KO-ით მოუგო ხალილ რაუნდ 3-ს. რაც შეეხება უშუალოდ იმ შეცდომას, რომელიც დაუშვა ხალილ რაუნდ 3-ის იყო, რომ აყვა ჟირი პროხასკას და უჯობდა ალბათ რომ გაეძლო მე რამენაირად მესამე რაუნდი შეენარჩუნებინა რაღაცნაირად დაეცვა თავი და იმუშავა თავდაცვაზე არაყოლო და გასვლებში, მაგრამ ჟირი პროხასკამ როცა დაინახა ხალილ რაუნდ 3 უფრო და უფრო წინ მიდიოდა და აღარ ჰქონდა ენერგია, შეუტია და ვიხილეთ ის რაც ვიხილეთ, ჟირი პროხასკამ დამაჯერებლად გაიმარჯვა მესამე რაუნდში. შემოატრიალა ფაქტობრივად ეს ბრძოლა. ამავე დივიზიონის ჩხუბი ძალიან საინტერესო იყო მაგომედ ანკალაევი, ალექს პერეირა. ამ ბრძოლაში განსხვავებული ალექს პერეირა ვიხილეთ, ალბათ ისეთი, როგორც უყვართ გულშემატკივრებს, მაგომედ ანკალაევი სრულიად უძლური იყო და ამის შემდეგ დაწერეს, რომ თვითონ ოპერაცია გაიკეთა მან და მაგიტო ვერ იბრძოლა ისე, როგორც წინა ბრძოლა ჩაატარა, მაგრამ არ მგონია, რომ ასეთ ალექს პერეირას მაგომედ ანკალაევი გააჩერებდა, თუნდაც ისე რო ებრძოლა, როგორც პირველი ბრძოლა. იპოვა თავისი დარტყმა, იპოვატანმა იპოვა და მივიღეთ შედეგად ის, რომ ახალი ძველი ჭყალებში ჩემპიონი ყავს ამ დივიზიონს და უფრო საინტერესოც ვფიქრობ, იმიტომ რომ მაგომედ ანკალაევი არც UFC-ისთვის, არც გულშემატკივრისთვის არ არის ისეთი საინტერესო მებრძოლი, თუნდაც როგორც ალექს პერეირაა. ძალიან დამაჯერებლად, ძალიან დომინანტურად და ძალიან აგრესიულად დაიწყო ალექს პერეირა მესორთა ბრძოლა და დაასრულა იქვე და ესეთი ალექს პერეირა ჭირდებოდა სწორედ გულშემატკივრას იმ ბრძოლაში, იმ პირველ ბრძოლაში, სადაც მუსახური ბრძოლა იყო ის ალექს პერეირასთვის მოიხსენებათ, საერთოდ ვერაფერი ვერ გააკეთა ის, რაც ჩანაფიქრი ჰქონდა დარწმუნებული ვარ. ამ დივიზიონში კი ცოტა საინტერესო ვითარება გვაქვს, იმიტომ რომ კარლოს ულბერგიც ყავს, ძალიან საინტერესო მებრძოლია, ესეც 8 ბრძოლა აქვს ნოკაუტით მოგებული და ვფიქრობ, რომ იმსახურებს ეს ბიჭი ხამარზე ბრძოლას ალექს პერეირასთან, თუმცა იქვე არის ჟირი პროხასკას, რომელმაც ახლახან მოიგო და პირველ ნომრად გადავიდა ცხრილში. შეიძლება ასეთი სურათი მივიღოთ და მე როგორც მოკლედ მოყვარულის თვალით ეგრე შევხედავ, კარლოს ულბერგი დაუპირისპირდეს ალექს პერეირას, ხოლო ჟირი პროხასკა მაგომედ ანკალაევს ეს ბრძოლები და აქედან უკვე გამარჯვებულები ჟირი პროხასკა მაგომედ ანკალაევის გამარჯვებული შეხვდეს ალექს პერეირას კვლავ და თუ ვინც იქნება ალექს პერეირასა და ულბერგს შორის გამარჯვებული, ასე რომ ვთქვათ. და მთავარი ჩვენთვის ყველაზე საინტერესო, ქართველებისთვის ყველაზე საინტერესო ბრძოლა იყო მერაბ დვალიშვილისა და კორი სენჰეგენის დაპირისპირება. პირველ რაუნდში მერაბ დვალიშვილი შეიძლება მე მომეჩვენა და ასე არ იყო, მაგრამ საოცრად იბრძოლა მერაბმა მთელი 5 რაუნდის განმავლობაში, მაგრამ პირველ რაუნდში ცოტა მეჩვენა რომ იყო შენელებული, იქ აწონებზე ცოტა წონის კლება გაუჭირდა მერაბს, ცოტა გამოიყურებოდა, წონის კლება ზოგადად ყველა მებრძოლისთვის არის ძალიან რთული, მაგრამ მიუხედავად ამისა, 5 რაუნდის განმავლობაში როგორც მერაბს ჩვევია, იყო სრული დომინაცია და ნამდვილი მანქანა. ეს კიდევ რაც უფრო ბრძოლები გადის, კიდევ უფრო ამტკიცებს მერაბი, რომ მის შესაძლებლობებს ზღვარი არ აქვს და მისი მის კარდიოს კოლბაზე დამარცხება ძალიან რთულია ამ მებრძოლის. მერაბ დვალიშვილმა ჩანიშნა ბრძოლა, სულ ახლახან გავრცელდა ეგ ინფორმაცია, 6 დეკემბერს იქნება მერაბ დვალიშვილი პიოტრიანი. მე მაინც მგონია რომ მერაბ დვალიშვილს ამ წელს უნდა დაესვენა, მაგრამ როგორც თვითონ ამბობს, კარგად გრძნობს თავს და შესაბამისად თუ კარგად გრძნობს კი ბატონო, იბრძოლოს, რა პრობლემაა, თუმცა ამბლად მაინც ჯობდა რომ დაესვენა ამ წელს. იმიტომ რომ კორი სენჰეგენთან, როგორც გითხარით, პირველ რაუნდში
მე პირადად მომეჩვენა ოდნავ შენელებული. თუმცა მე მომდევნო რაუნდებში გამოჩნდა, რომ ეს მხოლოდ პირველი რაუნდი იყო და საჩემპიონო რაუნდები ისე იჭხობა, როგორც მერაბს ეკადრება და როგორც მერაბს შეეფერება. რაც შეეხება ილია თოფურიას, მოგეხსენებათ, ილია თოფურია ჩამოვიდა საქართველოში და იმყოფება რუსთავში ამჟამად. ჩემი აზრით, ამ წელს ილია თოფურიას ბრძოლა აღარ ექნება თავის დივიზიონში და დილბოთობით ექნება მას იანვარში იანვრის დასაწყისში, ყოველ შემთხვევაში მე ასე მგონია და მომდევნო მეტოქე ალბათ დიდი ალბათობით იქნება ჯასტინ გეიჯი, მიუხედავად იმისა, რომ იყავს პადი პიმბლეტი, არმან ცარუკიანი, ჩარლზ ოლივერამ სულ ახალ მოიგო და ჩარლზ ოლივერაძეს ძალიან კაი სასაუბრო თემაა, იმიტომ რომ სულ ახალ გაიმართა რიოს ივენთი და დაბრუნდა ჩარლზ ოლივერა თავის მახრჩობელათი იგი გახდა უფრო და უფრო თავის რეკორდს ხსნის UFC რიოც ძალიან საინტერესო იყო თავისი ბრაზილიელი მებრძოლებით შოუთი და ალექს უბრალოდ ჩარლზ ოლივერათი და მან გამოიწვია მაქს ჰოლოვეი ძალიან საინტერესო ბრძოლა იქნება BMF-ის კამარზე მაქს ჰოლოვეი ჩარლზ ოლივერა დიდი სიამოვნებით დაველოდები თუ იქნება რა თქმა უნდა თუ შედგება ეს ორთაბრძოლა ხო, დღეისთვის სულ ეს იყო, განვიხილეთ UFC 320, შევეხეთ UFC Rios Events, მერაბ დვალიშვილის მომდევნო მეტოქეს, პიოტრიანი მერაბ დვალიშვილის შესაძლო ბრძოლაზე, ხო, ერთ რამეს დავამატებ კიდე, რომ მერაბ დვალიშვილი პიოტრიანთან ახლა იქნება ფავორიტი დიდი ალბათობით, მაგრამ პიოტრიანი ძალიან კარგ ფორმაშია, ამ წელს ეს გამოჩნდა მის წინა ბრძოლებშიც და მერაბ დვალიშვილისთვის ცოტათი მგონია რომ რთული ბრძოლა იქნება ეს პიოტრიანი მერაბ დვალიშვილი 2. თუმცა მიუხედავად ამისა, ქართველი მებრძოლი როგორც ყოველთვის შემოგთავაზებს გამარჯვებას და დამაჯერებელი უპირატესობით მოუგებს პიოტრიანს როგორც წინა შემთხვევაში იქნა ეს. დღეისთვის სულ ეს იყო მეგობრებო, ეს იყო მოკლე მიმოხილვა. თუ მოგეწონათ ვიდეო დალაიქეთ, გამოიწერეთ არხი, დაწერეთ კომენტარი, რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით, მე კი მომდევნო ვიდეომდე დაგემშვიდობებით.